არის შექმნილი რეალობიდან გამომდინარე და პირველ რიგში უნდა რომ აღმოაჩინოთ თქვენ თავში ისეთი ძალები, რაც აქამდე არ იცოდით. 11 აპრილს Google-ის Women Tech Maker-ებისა და ილიაუნის ორგანიზებით გაიმართა ჰაკათონი განსაზღვრეს შესაძლებლობები, რომლის ფარგლებშიც 150-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა და საორგანიზაციო გუნდმა დიდი ძალისხმევით აარჩია 16 მონაწილე გუნდი. ჰაკათონის მანძილზე 40-მდე მომხსენებელი, მენტორი და პანელური დისკუსიის მონაწილე თუ ჟიურის წევრი ირეოდა. ჰაკათონის მთავარი პარტნიორები იყვნენ გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ტერმინალი, რომელმაც დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და ნდობა ამ ჰაკათონის შექმნის პროცესში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთგული მხედვის და მიზნის, რომ მეცნიერება და განათლება არის ღია, ჩართული და პირდაპირ დაკავშირებული პროცესი რეალურ გამოწვევებთან. სწორედ ამ მიზნით და ამ ხედვით უნივერსიტეტი ხელს უწყობს ინოვაციებზე, დისკუსიების წარმართვას, იდეებზე მუშაობას, მეწარმეობის განათლებას, ამ ყველაფრის გააზრებას და ეს არის ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. უნივერსიტეტის სივრცე არ არის მხოლოდ ცოდნის მიღების, გაცემის ან შექმნის სივრცე, ეს არის იდეების ლაბორატორია და სწორედ ასეთი სივრცეების და გარემოს შექმნაზე ვზრუნავთ უნივერსიტეტში. ჰაკათონის განმავლობაში 16-მა გუნდმა იმუშავა საინტერესო იდეებზე, რომლებიც სხვადასხვა სახის პრობლემებს წყვეტენ. ჩვენთვის საინტერესო იყო ამ ყველაფრის მოსმენა, მათი გუნდების გაცნობა და ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტარდება მსგავსი სახის ღონისძიება, რომელიც არის Google-ის გლობალური კამპანიის ნაწილი. კიბერუსაფრთხოების ტრენინგებს არავინ არ უსმენს არასდროს. ჩვენი პროდუქტი, სახელად Blorpy, არის პლატფორმა კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის და აუდიტისთვის, რომელიც ანაცვლებს კიბერუსაფრთხოების კონსულტანტს ან სააგენტოს. და იმის მაგივრად, რომ ძვირიანი კიბერუსაფრთხოების სერვისები დაიქირავოს ამ თუ იმ საშუალო თუ მცირე ბიზნესმა, რომელსაც ეს სჭირდება, ამის მაგივრად შეუძლია შემოვიდეს ჩვენს პლატფორმაზე და მარტივი ხელსაწყოები გამოიყენოს, რომ ჩაატაროს თავადვე ეს აუდიტი და მოიპოვოს სტატისტიკა თავის თანამშრომლებზე. მე ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კურსელი და როდესაც გამოცხადდა ჰაკათონი, განსაზღვრეს შესაძლებლობები, გადავწყვიტე, რომ პროექტში მონაწილეობა მიმეღო. თავიდანვე ვიულობდი, რადგან არ მქონდა გამოცდილება ჰაკათონში მონაწილეობის და სიმართლე რომ თქვა, არც მეგონა თუ ამირჩევდნენ. ჩვენ ვართ სამკაციანი გუნდი, ჩვენი გუნდი წარმატებით შედგა და ჰაკათონზე გავხდით პირველ ადგილოსნები. ეს იყო ერთ-ერთი საინტერესო გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში.